ყვები მათმე ზუსტად ისევე ფერაც როგორც მინდა რომ ყავდე გამარჯობა, ჩვენ ვიწყებთ მშობელთა კრებას, ეს არის YouTube არხი, სადაც გევგმავთ რომ ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა არის მშობლობა. ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ ყველა ბავშვი და ყველა მშობელი არის განსხვავებული, თუმცა მგონია რომ ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, ყველას გვინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ პირველ რიგში ჯანმრთელები, ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო, ლაღი ბავშვობა და რაც მთავარია, იყვნენ ბედნიერები. მე ვარ თამარ ფიროსმანიშვილი, მყავს ორი არაჩვეულებრივი გოგო, 23 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი შვილი გაჩნდა, ნინი. იმის მიუხედავად, რომ პატარა ასაკის ვიყავი, ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება და მოვახერხე ის, რომ შვილისთვის მიმეხედა და მომევლო დამოუკიდებლად. უკვე 28 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი, თინი. და მანდ მივხვდი უკვე რომ ძალიან შევიცვალე როგორც დედა და შევიცვალე როგორც ადამიანი. ნინისთან დამოკიდებულებაში პირველ რიგში უფროს შვილს გულისხმობ. იქამდე თითქოს ვიყავი უფრო მეტად ეგოისტი. აი მეორე შვილის დაბადების მერე გავიაზრე რომ მშობლობა არ არის მხოლოდ ის რომ ბავშვი ყოველდღიურად კარგად გამოკვებო, გაზარდო. ეს არის ყოველდღიური სწავლების პროცესი, რასაც გადიხარ შენ შვილთან ერთად. უზიარებ მას შეცდომები იქნება, ეს თუ წარმატება იქნება, იზრდები შენ შვილთან ერთად და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენის განსაკუთრებული პროცესი. აი ეს შეგრძნებები, ეს ემოციები, ეს დარდები, ნერვიულობა გვინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ, შეგახვედროთ გამოუცდილ მშობლებს, რაც მთავარია ვილაპარაკოთ პროფესიონალებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ გადავლახოთ ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რომ მარტო არ ვართ და ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანია. მოკლედ, აი ამ ცოდნას, აი ამ გამოცდილებას გაგიზიარებთ თქვენს, ასე რომ შემოგვიერთით მშობელთა კრებაზე, ეს არის YouTube არხი, დასწრება თავისუფალია. მშობელთა კრებაზე დღეს ვილაპარაკებთ ლაქტაციის შესახებ, იმის თაობაზე თუ რა არის ლაქტაცია, რა მნიშვნელობა აქვს მას როგორც დედის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობისათვის, როგორც ვიცით, ეს არის უნიკალური საკვები, რომელიც ჩვენ შვილებს იცავს პრაქტიკულად ყველანაირი ინფექციისაგან და ამავე დროს აქვს ხანგრძლივი ეფექტი. ბავშვი დაცულია ჭარბიწონისგან, ასევე სხვადასხვა დაავადებების განვითარებისაგან და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება დედის ჯანმრთელობისთვისაც. ხშირ შემთხვევაში დედები დაცულები არიან როგორც მკერდის, ასევე საკვერცხის სიმსივნის გაჩენისაგან. გოგო ბავშვის რძე და ბიჭი ბავშვის რძე შვილის განსხვავდება ერთმანეთისგან იმდენად უნიკალური. ქუდით, ხელთათმანით ძუძუთი კვება არ გამოვა. ვაძინებ ხოლმე, ვაჭმევ ხოლმე, ვასეირნებ ხოლმე და ცოტა სხვა რაღაცებშიც ვცდილობ რომ ჩავერთო. დღეს მშობელთა კრებაზე დავიბარეთ პედიატრი ნანა რურუა, ასევე ლაქტაციის კონსულტანტი და გამოცდილი დედა ქეთალაბაძე. დღესვე გაგაცნობთ კეკე კეკელიძეს, რომელიც არის გიორგი კეკელიძის და მარიამ სოსელიას შვილი, ასე რომ გამოგყვევით. დღევანდელ ეპიზოდში ვლაპარაკობთ ლაქტაციაზე და რა თქმა უნდა ამ საკითხს და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით სპეციალისტის გარეშე, პედიატრი ქალბატონი ნანა რურუა არის ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და მადლობა თქვენი დროისთვის. ქალბატონ ნანა, ყველამ ვიცით ესე ზოგადი ფრაზა, რომ დედის რძე ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის. მაგრამ აი როგორც სპეციალისტმა, აი ამით დავიწყოთ ზუსტად ამ განმარტებით, რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვის განვითარებაში. იცით რა, ლაქტაცია ჩემთვის იმდენად საყვარელი და მნიშვნელოვანი თემაა, რომ თუ ძალიან გამიგრძელდა, გამაჩერე. იმდენი კითხვა გვაქვს, რომ მეეჭვება გაგიგრძელდეთ. ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ დედის რძე არის უნიკალური მოცემული კონკრეტული ბავშვისთვის. ანუ არა მარტო დედის რძე სახეობრივად უნიკალურია ადამიანებისთვის, არამედ გოგო ბავშვის რძე და ბიჭი ბავშვის რძე შვილის განსხვავდება ერთმანეთისგან იმდენად უნიკალურია. კონკრეტულ ბავშვზე მორგებული საკვებია. გოგო ბავშვს და ბიჭ ბავშვს სხვანაირი რძე ჭირდებათ? ჭირდებათ სავარაუდოდ, რადგან სხვადასხვანაირ რძეს გამოიმუშავებს ქალის ორგანიზმი, ხო? საუკუნეების განმავლობაში ვიცოდით, რომ უპირატესია დედის რძეზე ყოფნა, რა თქმა უნდა, ეს ცნობილია და აქსიომაა, რომელსაც ვღებულობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა კვლევები, რომელიც ტარდება ქალის რძეზე.
მოგეხსენებათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში, ანუ ევროპულ ქვეყნებში არის რძის ბანკები, ქალის რძის ბანკები და ძალიან დიდ შემოწმებას გადის, სანამ რძის ბანკში მოხდება ქალის რძე. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრი სამეცნიერო კვლევა ეწარმოებინათ და შესაბამისად ძალიან ბევრი მტკიცებულება გაჩნდა სწორედ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით. ადვილად დასამუშავებელია, სახეობრივად მისია, უნიკალურად კონკრეტული მოცემული ბავშვის არის. და გარდა ამისა, თავშივე ვთქვით, რომ დედის რძე არ არის მხოლოდ საკვები. დედის რძე არის პირდაპირ დაცვა გარემო პირობებისგან, ანუ ინფექციებისგან პირველ რიგში, ხო? საუკუნეების განმავლობაში ძირითადი სასიცოცხლო რისკი ეს იყო ინფექცია. ქალის რძე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც იცავს ბავშვს ინფექციებისგან. ალბათ ყველას ყური მაინც მოუკრავს, რომ 6 თვემდე ბავშვებს არ ემართებათ, იშვიათად ემართებათ, საერთოდ არ ემართებათ ვერ ვიტყვით, მაგრამ იშვიათად ემართებათ ბატონები. იმიტომ რომ ძირითადად ეს არის განპირობებული დედის იმუნიტეტის გადაცემით და მეორე უშუალოდ ვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევაში ქალის ორგანიზმის გამომუშავებული ანტისხეულები პირდაპირ გადადის ბავშვის ორგანიზმში გამზადებული სახით და იცავს ბავშვის ორგანიზმს. არსებობს ქრონიკული დაავადებებისკენ მიდრეკილება, გენეტიკური მიდრეკილებები, ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება არსებობდეს მაგალითად დიაბეტის, მაგალითად ალერგიული დაავადებების, მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადებების. ამ რისკს მნიშვნელოვნად განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც აღმოჩნდა ძუძუთი კვება. ცხადია, 100%-ით პრევენცია არ არის შესაძლებელი, ხო? მაგალითად იგივე დიაბეტის, მაგრამ რისკს ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს. აი უნიკალური რამდენჯერმე ახსენეთ და ცოტა მერე მინდოდა დამესვა ეს კითხვა ალერგიებზე და მიუღებლობაზე, თუმცა ბარემ აქვე დავაზუსტებთ. შესაძლოა თუ არა რომ ბავშვს ქონდეს ალერგია დედის რძეზე ან მიუღებლობა? იცით რა, უშუალოდ დედის რძეზე პრაქტიკულად არა. სამაგიეროდ არსებობს რძის ცილის ალერგიის სინდრომი, ანუ დედის მიღებულ რძის პროდუქტებზე შესაძლებელია ქონდეს ბავშვს რეაქცია, ოღონდ აქვე უნდა აღვნიშნოთ ძალიან ხშირი შეცდომაა და აუცილებლად უნდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ არ არის აუცილებელი, არ არის საჩქარო ამ დროს ბავშვი მოვაცილოთ ძუძუთი კვებას. ხო? ან დედამ უნდა აკონტროლოს ალბათ რაციონი. დედამ უნდა პირველი რიგის ამოცანა, რომ დედის რაციონი გავაკონტროლოთ, ხო? და ამ დროს რა ხდება მე დედას ვუნიშნავთ გარკვეულ დიეტას, ესე ვთქვათ. და შემდეგ საერთოდ აღარ იღებს იმ პროდუქტებს, რასაც დავადგენთ, რომ არის ალერგიული ბავშვისთვის. ეგ კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი არ უნდა იღებდეს. კარგი შეკითხვა იმიტომ არის, რომ ეს ალერგიის სინდრომი გადის ასაკის მომატებასთან ერთად. ეს ასაკის მომატება არ არის 50 წელი, ეს ასაკის მომატება საშუალოდ 6-დან 9 თვემდეა. თუ რაღაცა რამოდენიმე თვე ამოვიღებთ დედის საკვები რაციონიდან ძირითადად რძის პროდუქტებს, თუმცა იქ შეიძლება იყოს სხვა პროდუქტებიც და ვღებულობთ კლინიკურ გაუმჯობესებას, რაღაცა ასაკის შემდეგ შეგვიძლია რომ ისევ დედის რაციონში დავაბრუნოთ. ნუ ალბათ რაღაცა ნელ-ნელა დავაბრუნოთ იგივე პროდუქტები, ხო? კი ბატონო, ბარემ აქვე გითხავთ ამასაც, ეს გასაგებია ეს ნაწილი ალერგიასთან დაკავშირებული, თუმცა ხშირად არის ხოლმე რომ ნუ ახალშობილებს ყველა მისით რო აწუხებს ნაწლავების შებერილობა, ამ შემთხვევაში რამდენად საჭიროა რომ მეზუზურმა დედამ დაიცვას მკაცრი დიეტა, ხო, ჩვენ შემოსვლამდე, დიალოგში შემოსვლამდე ვსაუბრობდით მითების შესახებ. ძალიან გავრცელებული მითია, ძალიან მწუხარ 21 საუკუნეში, რომ ესეთი მარტივი მითი შესაძლებელი არსებობდეს. დღემდე ძალიან ბევრი დედა გვხვდება შეზღუდულ დიეტებზე, ზოგადად შეზღუდულ დიეტებზე. უბრალოდ ძუძუთი კვების გამო ძალიან ბევრი ქალი არ იღებს ბევრ საკვებ ნივთიერებას. მე მინახავს სიტუაციები, როცა მხოლოდ უგემურ საჭმელს ჭამენ. უგემურს ხალხს იმიტომ უსმევ, რომ ძუძუთი კვება არის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ძუძუთი კვება არ მოითხოვს რაღაცა სპეც რეჟიმებს ზოგადად, ხო? ძუძუთი კვება არის ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანური, რომლის დროსაც არ იკრძალება არაფერი, ხო? შეზღუდული რაღაცების გარდა მაგალითად, რამაც შეიძლება ქალის ინფიცირება გამოიწვიოს, მაგალითად ქუჩის საჭმელი ან გაურკვეველი წარმოშობის საჭმელი ან კონსერვირებული საჭმელი, რაც შეიძლება რომ საზიანო გახდეს და უარვსდები, ხო? არავისთვისაა ესეთი თევზეული შესაძლოა იყოს. ის რაც არავისთვის არ არის კარგი, ხო? ახლა გაფუჭებული საჭმლის ჭამა. ყველის გარკვეული სახეობაც ახლა ხალხსარეგულაციო ყველი არ უნდა ჭამოს. ხო, ყველის გარკვეული სახეობა. დანარჩენი შეზღუდვა პრაქტიკულად არ არის. და მეორე არის, ნუ ძალიან სერიოზული შეზღუდვა ხოლმე.
მედიკამენტებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არასწორად დაუსაბუთებლად მედიკამენტის მიღების გამო დედას როცა ჭირდება მედიკამენტი მაგ შემთხვევაში ხდება ლაქტაციის შეწყვეტა და ეს არასწორია, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული რაოდენობით მედიკამენტების მიღების შემთხვევაში იკრძალება ლაქტაცია. მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მედიკამენტის შემთხვევაში შეიძლება რომ ლაქტაცია შეწყდეს, ანუ ხელოვნურ ნარევზე გადავიდეს. ანუ ესეც არ ახდენს გავლენას, შესაძლოა რომ გავაგრძელოთ ლაქტაცია. ცხადია, ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულება, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა. უბრალოდ მესიჯი მინდა იყოს ის, რომ მხოლოდ ერთეული წამლები არის ნაჩვენები ლაქტაციის შეწყვეტის ჩვენება, მხოლოდ რამოდენიმე წამალი არის ესეთი, რომლის დროსაც უნდა შეწყდეს ლაქტაცია. და კიდევ ერთი ძამკაცრი შეზღუდვა არის ხოლმე, რომ არ აჭამო ბავშვს მხოლოდ 3 საათში ერთხელ უნდა აჭამო. ანუ როგორია თანამედროვე გაიდლაინები? ანუ როცა შია? ხო, მუდმივად ხო ესე ვიცავთ გარკვეულ გრაფიკს. არა, გრაფიკს არ ვიცავთ. გრაფიკის არ დაცვა. მიაჩვია რეჟიმს, აი ძალიან ხშირად გამიგია აი ეს ფრაზა. ზუზუთი კვების თავისუფალი რეჟიმი არანაირად არ ნიშნავს, რომ ქაოსში ამყოფოთ ბავშვი. თავისუფალი რეჟიმი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მის ბუნებრივ რეჟიმზე უნდა დავსვათ. ანუ, როცა შია, მაშინ უნდა მივაწოდოთ. თავისუფალი რეჟიმი ამას ნიშნავს და ყოველთვის 100%-ით ბავშვი ირჩევს რეჟიმს, ოღონდ თავის სხეულზე მორგებულს. ყველა ადამიანს, თქვენ და მე ხო არ გვშია ერთნაირად, ხო? ზუსტად ერთსა და იმავე საათებში ხო არ ვჭამთ. ყველა ადამიანს ფიზიოლოგიურად აქვს შიმშილის შეგრძნება და ნაყროვანების შეგრძნება. ბავშვებს აქვთ ზრდის პიკები. ანუ ეს ზრდის პიკი მაგალითად არის 2 კვირის ასაკში. იმ 2 დღეს შია უფრო მეტად. ხო? ანუ შეიძლება რომ საათნახევარში ან 2 საათში ითხოვდეს. 2 დღის შემდეგ იგივენაირად არ შია. შესაბამისად, თავისუფალი რეჟიმი გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ბავშვის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს. რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვა ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით ალბათ ახალშობილებს უნდა გავუსვათ ხაზი, ძინავთ 4 საათი ან შესაძლოა 5 საათი, ისე რომ არ გაიღვიძებს საჭმელად. იცით რა, ყველა შეკითხვაზე რომ ვაღვიძებთ ამ დროს ბავშვს და ვაჭმევთ, თუ უნდა ეძინოს. ახალშობილს და ჩვილს 24 საათში ერთხელ აქვს უფლება, რომ ხანგრძლივი შუალედი გააკეთოს. რამდენია ხანგრძლივი შუალედი? ხანგრძლივი შუალედი არის სადღაცა 5-6 საათიც კი. 24 საათში ერთხელ შესაძლებელია რომ ესე გააკეთოს, მაგრამ თუ ბავშვი ხანგრძლივ და ხშირ 4 და 5 საათიან შუალედებს აკეთებს, ცხადია, მაგ შემთხვევაში უნდა შევახვიწოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ახალშობილებს, ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად ახალშობილობის პერიოდის შემდეგ რომ უმიზეზოდ ბავშვი არ იღვიძებდეს და 4 საათიან შუალედებს აკეთებდეს ჯანმრთელი, პრაქტიკულად ესე არ არსებობს. როცა მოხდება უკვე სამყაროსთან ადაპტაცია და უკვე გაერკვევა ყველაფერში, ამის მერე უკვე შეხსენება მათ არ ჭირდებათ. აი ძალიან ხშირად იძინებენ ხოლმე ზუზუზე. ხო, აი დაიწყებს ჭამას, ფიქრობ რომ შია, მაგრამ იძინებს ძალიან მალე. ამ დროს ალბათ უნდა შევაღვიძოთ. აი რამდენ ხანს უნდა ჭამდეს ახალშობილი? აი ესე რომ გკითხოთ მაშინ. პედიატრიაში ყველაფერი არის ასაკთან მიბმული. ადამიანი იბადება ისე რომ მას ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციები უკვე ჩადებული აქვს. ანუ როგორ გადარჩეს ეს ჩადებულია, ეს ცოდნა. წოვის ცოდნა, ესე ვთქვათ, ხო? ჩადებულია, ბავშვმა იცის, რომ იბადება ძალიან ღრმა ნევროლოგიური დეფექტით უნდა დაიბადოს, რომ ან არ იცოდეს წოვა. ხო. შესაბამისად, როგორ გადარჩეს იცის, ახლა თუ დედა არის და წოვა იცის, სამაგიეროდ მაგალითად ბავშვს უნდა ასწავლო კოვზით ჭამა. თუ პირველი დღეების ბავშვებზე ვლაპარაკობთ, პირველი 2 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია, რეკომენდებულიც კი არის, რომ ხანგრძლივად წოვოს. თუ ბავშვს წოვა შეუძლია და პრაქტიკულად წოვა შეუძლია ნებისმიერ ცოცხლად დაბადებულ ბავშვს, ზუზუთი კვება შესაძლებელია, იმიტომ რომ წოვის შემთხვევაში ხდება რძის წარმოქმნის სტიმულირება. თავიდან რეკომენდაციას ვაძლევთ ხოლმე, რომ წოვოს ცოტა უფრო მეტხანს, უკვე როცა ეს პროცესი ჩამოყალიბებულია, დაახლოებით 1 თვის ასაკში უკვე ჩამოყალიბებულია, გარკვეულია ყველაფერი, მაქსიმუმ 40 დღემდე. მაგ შემთხვევაში აქტიური წოვის პერიოდი არის 5 წუთი. 5 წუთში ბავშვს შეუძლია რომ გაძღეს. შესაბამისად, მერე უკვე მოდის გართობა, სიამოვნება, დედასთან კონტაქტი, 1000 რაღაცა. ხო, უკვე
და ეს თამაშიც მნიშვნელოვანია, ამ თამაშის გაწყვეტაც არ არის. ხო, ეს არის ურთიერთობა, ხო, რაც ძალიან აუცილებელია. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ პირველი ერთი თვის განმავლობაში, უნდა შევაღვიძოთ თუ არა. კი, სანამ ბოლომდე გაერკვევა რა გააკეთოს. შესაძლებელია რომ შევაღვიძოთ კიდეც. ძალიან ხშირად გაგვიგიათ და ალბათ თქვენთვის მით უმეტეს არ იქნება უცხო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დედის რძე აღარ შეიცავს იმ საჭირო ნივთიერებებს თუ ანტისხეულებს, რომელსაც დასაწყისში. იცით რა, აქ არის ორი პოზიცია, ერთი უფრო სამეცნიერო, რომელიც ამბობს, რომ მინიმუმ 1 წლამდე ცოტა გადაიწია და 2 წლამდეც კი ის არის რომ არ არის ცუდი ურიგო, თუმცა 1 წლამდე აუცილებლად ითვლება. არსებობენ ძუძუთი კვების დიდი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ საერთოდ არ არის შეზღუდული ეს ასაკი და ცოტა უფრო მეტ ასაკამდეც შეიძლება რომ აწოვოს. თუმცა მიღებული რეკომენდაციით 1 წლამდე აუცილებელია. ადამიანი 6 თვემდე არის ძუძუმწოვარი. 6 თვის შემდეგ მისი ორგანიზმისთვის საჭიროა სხვა დამატებითი საკვებები. მისი რაციონიც უფრო მრავალფეროვანი ხდება. უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ ეს რომ რძე კარგავს თავის სასარგებლოობას, ეს ბატონო, მორიგი მითი დავამსხვრეთ. საკეისრო კვეთის შემთხვევაზეც მინდა რომ გკითხოთ, ხო? ძუძუთი კვება იწყება დაბადების მომენტიდან. თუ საკეისრო კვეთა ამ შემთხვევაში რა ხდება, ხომ რამდენიმე დღის მერე იწყება თუ ესეც დაბადების მომენტიდან? ეს მოწესრიგდა დღეისთვის მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში. მე სადაც ხელი მიმწვდება თბილისის ცენტრალურ სამშობიაროებში მაინც მოწესრიგებულია, რომ ადრე გაცილებით მეტი იყო დაბრკოლება. ეხლა საკეისრო კვეთის შემდეგაც მალევე მიყავთ ბავშვები. პირველად თავიდან ვიცით, რომ არის ხსენი და ეს ხსენი ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც 5 მილილიტრი და 10 მილilitrიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია და აუცილებლად დაბადებიდან რაც შეიძლება, რაც შესაძლებელია, ხო, აქ ცხადია გასათვალისწინებელია დედის ორგანიზმიც და რაც შესაძლებელია სწრაფად უნდა იყოს მიყვანილი, მათ შორის საკეისრო კვეთა არ უშლის ხელს. ხელშემშლელი ფაქტორი ეს ვერ იქნება. ხელშემშლელი ფაქტორი არ არის. და ერთსაც გკითხოთ, აი ხელოვნური ჩარევის გარდა რა ფაქტორებმა შეიძლება დედაზე იქონიოს გავლენა და მას აღარ ქონდეს რძე? ნუ ალბათ შეიძლება ეს სტრესი, ხო. დედასაც აქვს უფლება რომ აირჩიოს სუძო აჭამოს თუ არა. და ამ ხრივაც არანაირად ამ ხრივ რაღაცა დამონათება დედის არასოდეს მე მაგალითად არ გამიკეთებია, ხო? მას აქვს უფლება სხვადასხვა მოსაზრების გამო რომ არ აჭამოს. თითქოს ცოტა აგდებულად მოიხსენიებენ ხოლმე აი ამ მდგომარეობას დედისას, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. ეგ ფსიქოლოგიური მომენტია. ანუ მარტივად დაძლევადია თითქოს. ეს კი, მართლა ორსულობა, მე მშობიარობა, ამ მშობიარობის შემდგომ სტრესი, ძალიან ბევრი სტრესია, თავისთავად ჰორმონების დისბალანსი, რომელიც იწვევს და არც თუ ისე იშვიათად მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და შესაძლებელია რომ კიდე ეს დამატებითი გაუგებრობა, არ ცოდნა ლაქტაციის, არ ცოდნა თუნდაც ბავშვთან ურთიერთობის სერიოზული სტრესია ქალისთვის და ამ დროს მხარდაჭერას და ცოდნის მიწოდებას აქვს ამ პრინციპული მნიშვნელობა, ხო? ჩვენ ნამდვილად საჭიროა რომ ყველა სამშობიაროში მაქსიმალურად მხარდამჭერი ჯგუფები იყოს, რომელიც ასწავლის, მხარს დაუჭერს, გაამხნევებს, ასე შემდეგ. ანუ ცოდნასაც მისცემს და პარალელურად ფსიქოლოგიურადაც მიეხმარება იმაში, რომ ლაქტაცია დაიწყოს. ვიცით, რომ დედის რაციონი შესაძლოა რომ იყოს მრავალფეროვანი, რაც მას სურს შესაძლოა რომ მიიღოს და ეს ბავშვზე არ ახდენს გავლენას. თუმცა არის თუ არა რაიმე აკრძალვები, რაც უნდა დედამ გაითვალისწინოს ლაქტაციის პერიოდში. ძალიან ბევრი შეზღუდვა, რომელსაც რატომღაც საზოგადოება თვითონ აწესებს ლაქტაციასთან დაკავშირებით. პრინციპული აკრძალვა პრაქტიკულად არ არსებობს. მათ შორის ეს არ აკრძალვა შეეხება ყავას, რაც ძალიან ხშირია და ახლა ვინმე რომ ყავა მიკრძალოს, არ ვიცი როგორ მოვიქცევი, და ალკოჰოლს. დოზირებულად, მცირე დოზით შესაძლებელია ერთიც და მეორეც. კოფეინთან დაკავშირებით აუცილებელია რომ დავაკვირდეთ ბავშვს, თუ ერთი ფინჯანი ყავა ჩვეულებრივი მისაღებია აბსოლუტურად და უკოფეინო რამდენიც უნდა დედას შესაძლებელია რომ დალიოს. ალკოჰოლთან დაკავშირებითაც მინიმალური რაოდენობით დაშვებულია. ალბათ მითების კატეგორიაში გადის, რომ ლუს რძე მოყავს.
ხო, რა თქმა უნდა. ზე რომ მოყავს ეგ მითების კატეგორიაში და გადის ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ აკრძალულიც არ არის. ნუ თუ ხა მიხვდით რომ ძოძოზე მყოფ ბავშვს სუდი სიმთვრალე აღმოაჩნდა ამის შემდეგ, თქვენივე ინტერესში იქნება რომ აღარ ნუ გარისკავთ, ამ შემთხვევაში ნუ გარისკავთ. ძალიან ხშირად მშობლები ამბობენ ხოლმე რომ აი ჩემი რძე არ არის ნოყიერი, შევხედე და არც ცხიმი არ აქვს, თითქოს რაღაც წყალწყალაა და ფიქრობენ რომ შეიძლება ბავშვს რძე არ ყოფნის. ესეც მითია თუ შეიძლება რომ მართლაც ასე იყოს? არა, არ შეიძლება, ეგ ცალსახად მითია, ცალსახად მითია. და რატომ? ქალის რძე განსხვავდება დილით, შუადღეს, საღამოს. მისი შემადგენლობა იცვლება ბავშვის საჭიროებების მიხედვით. მეტსაც გეტყვით, ქალის რძის დასაწყისი ნაწილი, შუა და ბოლო ნაწილი არის აბსოლუტურად სხვადასხვანაირი. თქვენ რო აიღოთ კილაში მოთავსებული 24 საათის განმავლობაში გამოწვეული რძე, ვიზუალურადაც ჩანს, რომ ეს რძე აბსოლუტურად სხვადასხვანაირია. კიდევ ამბობ, ეს დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით, რომ დედის რძე იცვლება საჭიროების მიხედვით. არა მარტო მორგებულია კონკრეტულ ბავშვს, არამედ ეს რძის შემადგენლობა იცვლება საჭიროების მიხედვით. ეხლა როგორ უნდა მივხვდეთ, საკმარისი არის თუ არა? ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რამდენჯერ გადის კუჩი და რამდენჯერ შარდავს. ანუ მე ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ თუ თქვენ დღის განმავლობაში ხმარობთ სადღაცა 5-6 პამპერს, ჩათვალეთ, რომ ის რძე ყოფნის. რატომ? იმიტომ რომ ბავშვის ორგანიზმი, როგორც გითხარით, სიკვდილსიცოცხლის საკითხები თვითონ უკვე ჩადებული აქვს. ანუ თავს ეგრეთ ადვილად არ დაიზარალებს, ახალშობილიც. ჯერ თვითონ შეიწოვს იმ საკვებს, ანუ ჯერ თვითონ მოიხმარს რამდენიც უნდა და მხოლოდ ამის მერე იწყებს მოშარდვას და კუჩი გასვლა. შესაბამისად, თუ 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ, 8-ჯერ უცვლით პამპერს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მან თავისიც მიიღო და კიდე დარჩა შარდის და განავლის რაოდენობაც, რომ გამოყოს. თემის წარდგენაში ჩვენ თქვით, რომ ლაქტაცია და ძუძუთი კვება არის, ბავშვისთვის გასაგებია, რომ შეუცვლელი პრაქტიკულად, თუმცა ასევე სასარგებლოა დედისთვის. რა არის ეს სარგებელი, რაც ლაქტაციას მოაქვს მშობლისათვის? ბევრი სარგებელია სხვათა შორის. პირველი, ეს არის ყოველთვის როცა ლაქტაციაზე საუბრობენ, რატომღაც ხაზი ესმება ხოლმე, რომ ბავშვისთვის ეს სასარგებლოა, ხო? აღმოჩნდა, რომ დედისთვის სასარგებლოა. არა მარტო ფინანსურად, არა მარტო იმიტომ, რომ ღამე არ უნდა ადგე, ისინი არ უნდა ასტერილო კილები და ასე შემდეგ, ანუ ტექნიკურად უფრო მარტივია, გაცილებით მარტივია, რა თქმა უნდა და ესეც უკვე უპირატესობაა. ამის გარდა სუფთად სამედიცინო უპირატესობები აქვს მაგალითად. პირველი ის არის, რომ როცა ხსენს იღებს ბავშვი, ეს იწვევს ჰორმონალური მექანიზმის გააქტიურებას და საშვილოსნოდან სისხლდენის რისკსაც კი ამცირებს. დედის ორგანიზმში. შემდეგი, პირდაპირ მნიშვნელობით ძუძუთი კვება, იმიტომ რომ ენერგეტიკულ ხარჯს მოითხოვს, პირდაპირ ხელს უწყობს წონის დაკლებას. ემოციურ კონტაქტზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ალბათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ყალიბდება. ძალიან ბევრი დაავადების პრევენციას აკეთებს ძუძუთი კვება. ქალის ორგანიზმისთვის, მაგალითად, ძუძუს კიბოს პრევენცია განიხილება აქვს, საკვერცხის კიბოს პრევენცია განიხილება. ანუ ლაქტაციის შემთხვევაში ხდება ქალის ორგანიზმში დაავადებების პრევენციაც კი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლაქტაციის დროს რატომღაც განიხილება, რომ მარტო ჩვილისთვის არის ეს უნიკალური კვება და დედისთვისაც სასარგებლოა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. ბატონო ნანა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე მგონი არაერთი მითი დავამსხვრიეთ დღეს. კი, მაგრამ ბევრი დარჩა. ბევრი დარჩა, ჩვენ დავამსხვრეთ ამ მითებს მშობელთა კრებაში, ასე რომ შემოგვიერთდით და გამოყვებით სოციალურ ქსელებში. მაინტერესებდა როგორი იქნებოდა, ანუ რაღაცა იქამდე ეხოსკოპის ფოტოებს რო უყურებ და დაახლოებით რო ცდილობ რომ წარმოიდგინო როგორია და ანუ მე რომ ნახულობ, აი რა ვიცი, საოცარი გრძნობა იყო. ზუსტად ისეთი გოგო, როგორიც წარმომედგინა და როგორიც მინდოდა, როგორც ვიზუალურად, ისე ხასიათი და პირველად დავინახე ალბათ ისეთი კონკრეტული და ჩამოყალიბებული ფიქრი არ მქონია და ეს ბუნებრივიც არის, ხო? სიხარული, გაკვირვება,
რაღაცა ძალიან ბევრი ხნის ლოდინის პასუხი და ასე შემდეგ და ერთად ირეო და გაოცებაც რაღაც თვალსაზრისით იმიტომ ახსენე რომ რეალურად ეს სრულიად ახალი და ალბათ თითქმის მანამდე წარმოუდგენელი მოცემულობაა, იმიტომ რომ შენ იცი რომ ადამიანები იბადებიან, ბუნებრივია იცი რომ მილიარდობით ადამიანს ყავს შვილი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა შენს თავს ხდება, სრულიად არაჩვეულებრივად იქცევ. 9 თვის მანძილზე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ხალი ფიქრობს, აი რა შეგრძნება იქნება, როცა პირველად დაინახავს მიშველს, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია, დაახლოებით მაინც იგრძნო სანამ არ გამოცდი. მე მეგონა რომ ხელში ვერ დავიჭერდი თავიდან, იმიტომ რომ მეშინოდა ძალიან ესე წინასწარი განწყობით, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ეს ძალიან ისე იოლად და თამამად შევძელი და ძალიან გამიკვირდა სხვა შორს დღეს მაგას და ცოტა მეცაც ვახერხებ. ვაძინებ ხოლმე, ვაჭმევ ხოლმე, ვასეირნებ ხოლმე და ცოტა სხვა რაღაცებშიც ვცდილობ რომ ჩავერთო. ძალიან დადრგუნა ეგო მაგალითად, რომელიც მე საკმაოდ ჭარბად მაქვს ჯერაც. ალბათ, იმიტომ რომ რეალურად შვილი არის საკუთარ თავზე გადაჭარბება და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრ ამას სწავლობ ხელახლა ცხოვრებაში ადამიანი და მათ შორის სწავლობ ახალი ადამიანის დაკვირვებას იმ დღიდან, როცა ის იბადება, სრულიად უნიკალური პროცესია. ყველაფერი შეცვალა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ჩემში გავიაზრე, რომ მე უნდა ვიყო ძალიან კარგი, რომ ის იყოს კარგად და მე უნდა ვიყო ბედნიერი, რომ ის იყოს ბედნიერი და ასევე გიორგიც, ანუ რეალურად უფრო ყურადღებით ვეკითხები ჩემ თავსაც, ჩემს ემოციებსაც, იმიტომ რომ ხვდები რომ მასზე გადადის ეს ყველაფერი. ძალიან მიყვარს სილამაზე. და შოპინგიც ძალიან მიყვარს და ტანსაცმელობიც ძალიან მიყვარს. ახლა ჩვენს გადავერთე კეკეზე რა, ანუ საკუთარი ცოტა უკან გადავდეთ. მედია თვითონაც მაღაფები იქნება რომ გაიზრდება. ძალიან ბევრი წიგნიც გვაქვს მომზადებული ჩვენი. კი, წიგნები გვაქვს უკვე ყველა ასაკში. გარდა ქართულისა გვაქვს გერმანული წიგნებიც. ანუ გერმანიაში ვიყავთ, მე და გიორგი მაშინ ვიყავთ ფეხბურთის მეთქეთში და გიორგი მოყიდა გერმანულად ცხაბრები. ძალიან ბევრი და ნუ აღარ ვთხარი არაფერი, მაგრამ აღარ წინასწარ გადავწევებ. გერმანული უნდა იცოდეს, აუცილებლად ცხაბრები უნდა წაიკითხოს გერმანულად. მეც და მარიამიც ცოტა ისეთი შფოთვიანი ხალხი ვართ და რეალურად როცა ტირის ხოლმე მგონია რომ სამყარო იქცევა და ვცდილობთ რომ რაღაცა ყველანაირი ძალა გამოვიხმოთ გასაჩერებლად და ღიმილის დროს ცხადია ძალიან ისეთი სუპერ სიხარული მოდის გონია რომ წაიხსნება და 50 მზე ერთად ამოდის. როდესაც პირდაპირ ხვდები რაღაც თუნდაც რაღაც პრობლემას აი მაგ დროს ძალიან ხანდახან ძალიან მიჭირს შევაფასო რამდენად მძაფრი პრობლემაა. აი მაგალითად გიორგი აფასებს ხოლმე ზუსტად, მაგრამ მე არ მჭირდება რომ დაურეკო პედიატრს, დამიდასტუროს რომ არა ეს აი რაღაც გზებს გავდივარ მოკლედ რა და ჩემთვის ყველაზე რთული არის ეგ. მე მგონია რომ მამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები წვლილი აქვს, რაც არ უნდა მოინდომოს, ვიდრე დედას ეს ხასგასმით უნდა ითქვას, იმიტომ რომ რეალურად გარდა იმ პერიოდისა, რომელსაც ფეხმძიმობა ქვია, მერე მშობიარობა, მერე უკვე ძალიან ადრეულ ასაკში ჩართულობა, მამამ რაც არ უნდა მოინდომოს, რაც უნდა დიდი ძალისხმევა ჩადოს დედის წვლილთან ახლოსაც ვერ მივა ჩემი აზრით. მე ძალიან ვემზადებოდი ლაქტაციისთვის, ან თავდიოდი ლექციებზე, თუ რამეს ვერ გავიგებდი, მე კიდე მივდიოდი. და ძალიან შემართებით ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გეგმავთ. ძალიან დასტრესილი ვიყავი ამის გამო, აი ძალიან. მერე გავიაზრე, რომ ჩემი სტრესი კეკეზე გადადიოდა და ამით ზიანს ვაყენებდი რეალურად, როცა შემეძლო, რომ შვიდად მიმეღო ეგ ფაქტი და რეალურად, როდესაც მე დავწყნარდი, ჩემი შვილიც უფრო დაწყნარდა და რა ვიცი, ყველას ურჩევ, რომ ძალიან არ აყვეს ემოციებს, ძალიან კარგია ლაქტაცია, ცალსახად ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ გამოვა, არ არის აუცილებელი ამაზე ძალიან ბევრი ვინერვიულოთ, ბავშვი ვატიროთ და ასე შემდეგ. როგორია? როგორ გეძინა? რაღაცებს წერ ცოტ-ცოტას და აქვეყნებ.
Facebook-ზე ეს არ არის კლასიკური ტექსტი, უფრო რაღაცა ემოციური ნასხლეტებია, მაგრამ ანდრე თუ გვიან ალბათ ერთად დავწერთ ზღაპრებს ნახოთ. ლაქტაცია, ჩემი აზრით, საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ეს სირთულეები ინფორმაციის ნაკლებობასთან, ფიზიკურ ტკივილთან, გარკვეულწილად ემოციებთან, სტრესთან. ამ დროს დედას ვფიქრობ, რომ მართლა ჭირდება მხარდაჭერა, პირველ რიგში ალბათ ოჯახის წევრების მხრიდან და შესაძლოა ერთ მხარდაჭერა იპოვოს უცხო ადამიანების მხრიდანაც. Facebook-ზე არის ესეთი გვერდი, ლაქტაცია და განვითარება, რომლის ერთ-ერთი მოდერატორი ქეთალაბაძე არის ჩემთან ერთად და ვეცდებით რომ მისგან გავიგოთ რა აწუხებთ თანამედროვე დედებს, რა პრობლემები აქვს და როგორ შეიძლება რომ დავეხმაროთ, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ და სტრესულ პერიოდს. მე მგონი არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ რთული და სტრესული პერიოდია. ცოტა დიდი ხანი გავიდა, მას შემდეგ რაც მე თვითონ ვიყავი მაგ მდგომარეობაში, მაგრამ დღესაც მეგობრებისგან, ასევე სოციალური ქსელითაც ვიცი რომ ძალიან პოპულარულია მათ შორის თქვენი ჯგუფიც. გითხარით ამ გამოცდილების შესახებ, რა აწუხებთ დღევანდელ დედებს, რა პრობლემებს აწყდებიან ლაქტაციის პროცესში? მოგესალმებით, მიხარია თქვენს ახალ წამოწყებაში ესე დრო რო დაუთმეთ ლაქტაციას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მშობლების ყველაზე დიდი და პირველი გამოწვევა და ეს არ არის მარტო დედის გამოწვევა, ამ პროცესში მამაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ სხვანაირად დედა ვერ გადარჩება და ვერ ექნება წარმატებული ლაქტაცია ისეთი, როგორიც შეიძლება სხვა დროს ქონოდა და აერიდებინა თავიდან ის ტკივილები. ჩემს მაგალითად, ჩემი მეუღლე 3 თვის განმავლობაში მაჭმევდა, მათ შორის ხელითაც, იმიტომ რომ არ მქონდა ამის დრო და დედა თუ არ არის კარგად იგივე კარგად გამოკვებელი, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს რომ გამოკვებას პატარა ბავშვი. ამიტომაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება ოჯახისგან. ყველაზე დიდი სირთულე, რაც აქვთ დღეს თანამედროვე დედებს, ეს არის მითებთან ბრძოლა. მუდმივად უწევთ ამ მითებთან ბრძოლა, რომელიც 90-იანი წლებიდან, როცა ფორმულის ბუმი წამოვიდა, რომ დამკვიდრდა და დააჯერეს დედები, რომ რძე არ ქონდათ და ეს იყოს წმინდა წყლის მარკეტინგული გათვლები. შესაბამისად ამ მითებმა მოიცვა საზოგადოება და ნებისმიერ ადამიანს რატომღაც თვლის რო აგუფლება კითხოს, რომ შენი რძე ყოფნის და ეს არის დედისთვის ძალიან დიდი სტრესი უკვე. შენ მას კითხვით ნიშანს უსვამ თუ არის საკმარისი თავისი შვილის გამოსაკვებად და ეს სტრესი ახალნამშობიერებ ქალს, რომელსაც აქვს უამრავი სტრესი გავლილი, ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის. ნოყიერი და არანოყიერი რძე არ არსებობს. დედას აქვს ზუსტად ისეთი რძე, როგორც მის შვილს ჭირდება. არსებობენ უფრო პუტკუნა ადამიანები, არსებობენ ნაკლებად პუტკუნა ადამიანები, ასე არიან ბავშვებიც. ანუ ყველა ბავშვს ერთი წონა ვერ ექნება. ანუ ამ დროს რას ვაქცევთ ყურადღებას, რომ ბავშვის წონა იყოს ნორმის ფარგლებში და არა იმას ფარგლებში, რომელიც არის მყოფებს, რამდენად პუტკუნა ფეხები მოწონთ. კი, მისი სიმაღლის, ასაკის შესაბამისი და არა ის, რომ ვიღაცამ ნაკეცები უთვალოს. რო დავუბრუნდე, აი თავიდან რითიც დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ეუბნებიან დედებს, რომ შენ რძე არა გაქვს, ან თვითონ თვლიან ასე, ან არ ვიცი, ვიღაცებმა დააჯერეს. როგორ უნდა მივხვდეთ, აი შესაძლოა წვალობთ რაღაცა ბავშვი ტირის, ვერ ვაჭმევთ. არა იმიტომ რომ რძე არ გვაქვს, არამედ ალბათ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე და აი რა პრობლემებია ეს? ეს იწყება სამშობიარობიდან. პირველი ვინც ამას გეუბნება არის ან ექიმი, პედიატრი, რომელიც სამშობიარო ბლოკში მორიგე გვხდება, ან ექთანი. მე მქონდა მაგალითად ჰიპერლაქტაცია, ძალიან ბევრი რძე მქონდა და მეც კი მითხრეს, რომ შენი რძე ხა მას არ ეყოფა. და მაგ დროს რძე არ არის ხსენი და ხსენი არის ცოტა, მაგრამ ხსენი არის იმდენი, რამდენიც შენს პატარას ჭირდება, ანუ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იმ მომენტში ძალიან შეჭამოთ ან 30, ანუ ძალიან ბევრს თავაზობენ მერე ფორმულას, თუნდაც და იმიტომ უჭირდა იძინავთ დიდი ხანი, რომ მონელება ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთი მახასიათებელი, ანუ ძილით, მაგით საზღვრავენ, მაგრამ რომ რძე არ ყოფნის, იმიტომ რომ მალე იღვიძებს და ფორმულაზე დიდხანს ძინავს. არა, ფორმულას დიდხანს ჭირდება მონელება ზუზუთი კვების დროს. ბავშვი თუ ადრე იღვიძებს, ეს არ ნიშნავს, რომ მასშია. მისი მონელების სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, რომ მას შეუძლია მალევე გადაამუშავოს დედის რძე, რომელიც არის სრულიად მისთვის მორგებული და შესაბამისად უფრო ცოცხლად და ბუნებრივად იყოს პროცესში ჩართული. ამიტომაც პირველი სტრესი დედა იღებს სამშობიაროში
სამშობლოში ექთანი ეუბნება, რომ ეხა შენ მაგას ვერ აჭმევ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სამშობლოს ყავდეს ლაქტაციის სპეციალისტი და ვინ არის ლაქტაციის სპეციალისტი. ეს არის აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, მას უნდა ქონდეს მინიმუმ 300 საათი უკვე ექიმად მუშაობის გამოცდილება, შემდეგ კი უნდა ქონდეს საერთაშორისო სერტიფიკატი ABCLC-ის აღებული, რომელიც მას სპეციალურ ცოდნას აძლევს ლაქტაციის მიმართულებით და შეუძლია უკვე დედას დაეხმაროს მოჭიდების სირთულეების დაძლევაში. ანუ პირველი სირთულე არის როგორ ძალიან პატარაა ბავშვი, არ აქვს დიდი პირი და როგორ მოახერხოს, რომ სწორად ჩაუდოს დედამ ძუძუ ბავშვს. და ამას თუ სპეციალისტი მოგიგვა იქ დაგხვდება, გეტყვის, რომ შენი შვილისთვის საკმარისი რძე გექნება, თუ სწორად მოხდება მოჭიდება. სპეციალისტმა იქ პოზაც უნდა გაუსწოროს დედას, უნდა ასწავლოს პირი როგორ გააღებინოს, ანუ უნდა ქონდეს დედას სპეციალური საჭირო ნივთები ლაქტაციისთვის. პირველი ეს არის ლაქტაციის ბალიში, რომელიც უნდა ქონდეს დედას იმისთვის, რომ სწორად დაიწვინოს ბავშვი მასზე. უნდა ქონდეს საჭირო მაგალითად ჰააკა, რომელიც არის ზედმეტი რძის ბუნებრივი ტუმბია, რომელიც ზედმეტი რძის გამოდევნაში დაეხმარება იმ პირველ დღეებში და რეგულირებაში შეუწყობს ხელს. უნდა ქონდეს ლანულის კრემი, რომ მაინც ძუძუს თავები სათუთია და არ დაუზიანდეს. უნდა ქონდეს ლაქტაციის სპეციალური ბიუსჰალტერი, უნდა ქონდეს პადები, ანუ დედას უნდა ქონდეს კომფორტული საშუალებები უკვე უშუალოდ სამშობიაროშივე მიტანილი. ანუ ეს ყველაფერი სამშობიაროში უნდა ქონდეს დედას. მეორე პრობლემა არის, რომ ძალიან ბევრს აცმევენ ჩვილებს. გადახურების გამო ჩვილი ვეღარ გამოყოფს იმდენ ძალისხმევას, რომ ერთდროულად სიცხეს ებრძოლოს და ერთდროულად მოახერხოს მოჭიდება და იღლება. ანუ არ აქვს ამდენი ენერგია. იღლება და იძინებს. ესეც მითია, ხო, შეიძლება თქვენთან არ არის ეს კითხვა კონკრეტულად, მაგრამ ის რომ ახალდაბადებულ ბავშვს აუცილებლად ძალიან თბილად უნდა ჩავაცვათ, ესეც მითია, იმიტომ რომ დედის სხეულის როცა ეხება ბავშვი ის აუცილებლად თბება და არ ჭირდება დამატებითი რაღაცეების ჩაცმა და ასე შემდეგ. ქუდით, ხელთათმანით ძუძუთი კვება არ გამოვა. ძუძუთი კვება სჭირდება, რომ ბავშვი იყოს დედის კანზე მაქსიმალურად მჭიდროდ მიკრული, რომ კანიკანთან კონტაქტი შედგეს. კანიკანთან კონტაქტი ეს მხოლოდ არ არის, რომ რაღაცა ბავშვმა იგრძნოს სითბო. მთელი 9 თვე ის დედას გრძნობს და იცის ვინ არის დედა. შესაბამისად ეს სითბო მას აბრუნებს იმ რეალობაში, რომ არის დედასთან, არის მშვიდად, არის დაცულ გარემოში და ეს კანიკანი თან კონტაქტი მას ეხმარება სწორ მოჭიდებაშიც ასევე. მეორე პრობლემა რაც იყო, რაც ჯგუფმა 6 წელი არსებობს ჯგუფი და რამაც დაგვანახა, არის ნივთები, როგორც უკვე რამდენიმე ჩამოთვალე, რომელიც უადვილებს დედას ლაქტაციის პროცესს. ამ ნივთების შესახებ არაფერი არ იცოდა 6 წლის წინ. რატო არ არსებობდა ეს ნივთები? წლები არსებობს, მაგრამ არ ხედავდნენ ფარმაცევტული კომპანიების საჭიროებას, რომ შემოეტანათ, იმიტომ რომ დედები არ იყვნენ ინფორმირებული და არავინ ითვალისწინებდა დედის საჭიროებებს. რა მოკლედ, ამაზე არ მუშაობენ კომერციული კომპანიები. ამაზე ვიმუშავეთ ისევ დედებმა. პირველად შევქმნით ჩვენ თვითონ მაღაზია მომი, რომელიც იყო იმ ნივთების ასე ვთქვათ ერთობლიობა, რომელიც ხო, იმ ნივთების ერთობლიობა, რომელიც სჭირდებოდა დედას ლაქტაციის უმტკივნეულო წარმართვაში. არსებობს თუ არა რაიმე პრევენციული გზები იმისთვის, რომ ეს ტკივილი არ დადგეს? აი, რას გულისხმობთ? აი, ორსულობის პერიოდში რაღაცა პროცედურების პერიოდში ინფორმაციის მიღება. დედამ უნდა მიიღოს ინფორმაცია. ამას რა თქმა უნდა აკეთებდნენ უნდა მშობელთა სკოლები და მშობლობასთვის უნდა მოამზადო. უნდა მოამზადო მშობელი და თვითონაც უნდა მოემზადოს და სახელმწიფოც უნდა იყოს ამაში დაინტერესებული. ანუ სამშობლოებში სახელმწიფო ვალდებულად უნდა თვლიდეს, რომ სერტიფიცირებული ლაქტაციის სპეციალისტი არსებობდეს. სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი შედეგად შემიძლია ამ ჯგუფის მუშაობა დავასახელო. ეხლა 50,000
20,000-ზე მეტი ქალია. ეს ქალები თვითონ სხვებს ასწავლიან კიდე ამ 50,000-ის მიღმა უფრო მეტია რაოდენობრივად, რომლებსაც ყოველდღურად ვეხმარებით მითებთან ბრძოლაში, ვეხმარებით იმაში, რომ გადალახონ ესეთი სირთულეები და ტკივილის გარეშე გაატარონ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები. ლაქტაციის დაწყების დროს საჭირო რომ ლანოლინის კრემი გვესვას უკვე, იმიტომ რომ არ მოხდეს დაზიანება და ბავშვს სწორად ჩაუდოთ ძუძუ პირში. ეგ არის ეს კრემები რამდენად უსაფრთხოა ბავშვის? ალბათ ეს კითხვებიც არის ხოლმე, რომ რაღაცა შემდეგ ჩამობანას ხო არ საჭიროებს და ის შემდეგ. დიახ, ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ უსაფრთხოა სრულიად. ძალიან ბევრი ნივთი არსებობს, რომელიც დაეხმარება დედას, რომ მოჭიდების სირთულეები არის, რომ ლაგამი აქვთ ბავშვებს და ვერ აღებენ სათანადოდ პირს ვერ იდებენ. მაგალითად ამ ლაგამის ჩაჭრა დაიწყეს უკვე. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად ვიცით, რომ ბავშვია, მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებთ, რომ ჩაუდოთ ზუძუ და ვაჭამოთ. რამე შემთხვევაში კოლიკის დროს ხშირად ალბათ ყველა ბავშვს სიჭერს ეგრო, არც ზუძუს ვიდებს პირში და ამ დროს ტირის გაუჩერებლად რა და შეიძლება ჭამის დროც კონდეს და მაგაზეც აი რას ვაკეთებთ ამ დროს? ინტენსიურად ვთავაზობთ თუ დაცდით, ალბათ უნდა დავამშვიდოთ რაღაცა. ვცდილობთ მის დამშვიდებას, კანიკანთან კონტაქტს. ანუ ეს კანიკანთან კონტაქტი მარტო ლაქტაციისთვის არ არის. დედის და შვილის უშუალო კავშირია. ჩემი შვილი 4 წლისაა და ეხლა ცდილობს რომ სულ კანიკანთან კონდეს კონტაქტი. იმიტომ რომ ეს მის სიმშვიდეს განაპირობებს. ამიტომაც ხშირად გახადეთ თქვენ შვილს და პირდაპირ გულზე დაიწვინეთ. ეს ამშვიდებს და ძალიან ეხმარება რომ ბავშვს, ასე ვთქვათ, ეს რაღაც შეტევითი პროცესები გაუნეიტრალოს. თუ მაინც ბავშვი არ იღებს ძუძუს და აპროტესტებს არის, როცა მაგალითად შესთავაზებენ ბავშვს სამშობლოში ბოთლით, შემდეგ უჭირთ ბოთლიდან ძუძუზე გადართვა. ამ დროს უნდა გაგრძელდეს ბოთლით კვება ან თითით კვება. თითით კვება რას გულისხმობს? ბავშვს ნეკათით სუდებენ პირში და შემდეგ შპრიცით გვერდიდან, როცა ის წოვას დაიწყებს ნეკათითის შპრიცით გვერდიდან ნელა უშვებენ რძეს. ჩვენ რეკომენდაციას უფრო თითით კვებას ვაძლევთ ვიდრე ბოთლს პირველ დღეებში, იმიტომ რომ არ მოხდეს ბავშვის მოკლედ დამოკიდებულება ბოთლზე. აი თუ გქონიათ შემთხვევები, რომ აი ზუსტად აი ამ ემოციური მდგომარეობის გამო დედები იძახიან, რომ უბრალოდ არ შემიძლია, ეხლა ამის ენერგია არ მაქვს. და ალბათ კარგი იქნება თუ ვეტყვით დედებს, რომ ამის აღიარება და ხმამაღლა თქმა არ არის პრობლემა. პირიქით, ამ დროს შეიძლება ჩაერთოს, არ ვიცი, ალბათ ფსიქოლოგი, ან შესაძლოა ოჯახის წევრების მხარდაჭერა საკმარისი აღმოჩნდეს. პოსტსამშობიარო დეპრესია ძალიან ბევრ ქალს აწუხებს და ეს არ არის მარტივი ამბავი. ეს არის ძალიან დიდი სირთულე და სპეციალისტის ჩართულობა არის აუცილებელი. დედებს მოეთხოვებათ გმირობა და რეალურად არ უნდა მოვთხოვოთ დედებს გმირობა რა, არ უნდა ჭირდებოდეთ, იმდენად უნდა იყოს ეს პროცესებში ყველა ჩართული მეუღლე პირველ რიგში, ასევე სპეციალისტები, რომელიც მას ჭირდება, თუ ფსიქოლოგი სჭირდება, ფსიქოლოგთან უნდა გაიაროს და არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როცა არ შეუძლიათ ლაქტაცია, იმიტომ რომ ლაქტაცია კიდევ ერთ ძალისხმევას მოითხოვს, რომ თუნდაც ამ ინფორმაციებში ერკვიო და შენ შვილს სწორად შესთავაზო. არის ჩვენთან ჯგუფში დედები, რომლებიც ამბობენ, რომ აღარ შეუძლიათ მეტი და ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ნორმალურია. ეს არის ნორმალური. შენი შვილს ურჩევნია ჯანსაღი, გვერდით მდგომარეობაში მყოფი დედა, რომელიც უღიმის, რომელიც არ არის სტრესში და რომელიც ეფერება, ვიდრე ჭამოს რძე, რომელიც არ მოერგება ისე კარგად, თუ დედა იქნება აგრესიული მის მიმართ. კეთი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და იმედი მაქვს, რომ მოვახერხეთ გარკვეულწილად მაინც დავუჭირეთ მხარი იმ დედებს, ვინც ახლა გადიან ამ პროცესს და მე მგონი ყველაზე კარგი ფრაზა ეს იყო, რომ დედებს გმირობა არ მოეთხოვებათ. ამით უნდა დავამთავროთ მშობელთა კრების პირველი ეპიზოდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო თემებზე ვილაპარაკეთ დღეს, თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თქვენი უკავშირი, ასე რომ მოგწერეთ კომენტარები, მოგწერეთ შენიშვნები, მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ვეცდებით, რომ ამ ყველაფერზე მშობელთა კრებაზე ვილაპარაკოთ. გამოგყევით, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მე დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. თამარ ფიროსმანიშვილი ვარ და ველოდები თქვენს კომენტარებს.